საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით უცბასო რადიო მსმენელებო, როგორც თავში აღნიშნე, მე პირადად ძალიან მიხარია, რომ სეზონის მიწურულს ორ საპრემიერო ჩვენებაზე გვაქვს საუბარი, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რუსთავის თეატრში და გეგმილ პრემიერაზე, ახლა კი მარჯანიშვილის თეატრში გადავინაცვლებთ 9 და 10 ივლისს გაიმართება საპრემიერო ჩვენება და სატელეფონო ჩართვით ჩაგვერთვება სპექტაკლის რეჟისორი დავით ჭახრაგია. დათო საღამოშვიდობისა, მადლობა რომ მოიცალე ჩვენთვის. საღამოშვიდობისა, მადლობა. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ, ვიცი ახლა წინა საპრემიერო მზადება გაქვთ და გამონახეთ რომ ჩართული. ავით იმიტომ ვეხლა სტუდიაში ფაქტობრივად, იმიტომ რომ რეპეტიციიდან მოვწყვიდეთ. გითხარი რა პრემიერაზეა საუბარი, ბასა ჯანიკაშვილის პიესა, ჩვენი მეგობრის. და უნდა შენ თვითონ წარგვიდგინე რა სპექტაკლი, რა პიესა, რატო დაინტერესდი ამ თემატიკით და რას თავაზობთ მათ ვინ 9 და 10 ივლისს გეწევათ მარჯანიშვილის თეატრში. კი ბატონო, ეს არის ბასა ჯანიკაშვილის პიესა, გონების თამაშები, ახალი პიესა და ბასამ დაწერა პიესა, წავიკითხე და რაღაც ეს პრობლემა რაც ბასამ ჩადო ამ პიესაში, მე ძალიან მასუხებდა და ამიტომ ეს თანამშრომლობა შედგა ჩემსა და ბასას შორის. რა პრობლემაზეა საუბარი, რა არის? ოდნავ გაგვანდე დანარჩენი ხადია ნახვა. კი ბატონო. სახელი თითქოს გვეუბნება რაღაცას, მაგრამ ბასასთან მარტო სახელს ვერ ენდობი ხოლმე. კი ბატონო. პირველ რიგში აღნიშნო რომ ეს არის კომედია. კომედია ჩვენ სუბტიტრებზე ჩვენს პატარა თხოილებზე, შურზე, დაპირისპირებებზე რა დროს ხდება და რა ვიცი, რაც ყველაზე ძალიან გვაწუხებს მგონი ეს საზოგადოებას. როგორ უღიმით ერთმანეთს მაშინაც კი როცა რაღაცა უკმაყოფილება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. მე ვნახე პრომო ვიდეოს, ძალიან კარგი ვიდეოა ფოტოშორის და ეს ყველაფერი დავიჭირე ეს მომენტები, რომ ხან რაღაც გავუცინებთ, ხან რაღაც სტატუსს დავწერთ, ხანის, მაგრამ ამის უკან რა არის გაცმარიტეს, ან ერთ ფიქრობ და მეორეს ვაკეთებთ ხოლმე და დაახლოებით მივხვდი რა იქნებოდა და სახელიც ამართლებს ამ ყველაფერს. რადგან თქვი რომ ეს ახალი პიესა, შეგვიძლია ვთქვათ რომ პირველი ინსცენირება მოხდება ამ პიესის თქვენს მიერ? კი ბატონო, პირველი ინსცენირება მოხდება ეს იქნება მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. სახიობებიც კარგი ესეთი მათ შორის უკვე გამოცდილი მარჯანიშვილები ყავს შეკრებილი, შენი მათთან თანამშრომლობა პირველია თუ მანამდე ქონდა რომელიმესთან გამოცდილება? და პაპუაშვილთან ქონდა გამოცდილება, დიაგური ოჯახი თამაშობს ჩემს სპექტაკლში. დანარჩენთან პირველად მაქვს შეშობა და ძალიან ისე მაყოფილი ვარ და ალბათ სახიობებით გაყოფილები არის. ეს აისახება ხოლმე. შედეგზე ბასა თუ არის ჩართული, ბასას უყვარს დასწრება რეპეტიციები, თუმცა აღნიშნავ რომ არ უყვარს და ჩარავები. ამ შემთხვევაში გესწრება თუ არა და ბასა მე მგონი გავაჭაღარავეთ. მართლა? კი და ვერსიაზე და ასე ყოფილა ძალიან კომფორტული დრამა. მე მქონდა გამოცდილება და არ არის ადამიანი რომელიც მოგდევს ეს რატო არ თქვი ეს რატო ამოიღე მოყვება. აი გაძლევს ვერსიების საშუალებას. სხვათა შორის იყო მაგის მითი რომ დრამატურგთან რაღაც ძალიან ძნელია ურთიერთობა რომ რაღაც ტექსტის გადანაცვლება იქნება, ამოღება იქნება თუ რაღაც სცენის ან ამოღება ან ჩასვლა და ასე შემდეგ, მაგრამ ბასა ყოფილა ეს აუცარი ძალიან კომფორტული დრამატურგი და უჯერესია. დათო, მოდი ცოტა რამ კიდე სპექტაკლზე გვითხარი, რა ფორმა, ეს აბსურდის ფორმა, აბსურდული კომედია, ბასა მაინც აბსურდში მუშაობს, აბსურდის მიმართულებით, თუმცა ჩემი მწყენველი პედაგოგი ბატონი შავლა გაწერილია იძახდა რომ აბსურდი არნიშნავს რაც გინდა აბსურდ ჭირდება ყველაზე მეტი სიმართლე და დამტკიცება იმიტომ რომ აბსურდული არნიშნავს იმას რომ რაც მინდა. მოდი ვკითხარი ორი სიტყვა კიდე სპექტაკლზე მაინც აი დაახლოებით რას უნდა ელოდოს მსმენელი. კი ბატონო, ერთი სკოლა გავიარეთ. ხო, ჩვენ უფრო შევეცადეთ რომ უფრო კი აბსურდია, მაგრამ უფრო დაგვემიწებინა და არის სახალისო კომედია. მე მაქსიმალურად შევეცადე რომ ადამიანი მოვიდეს, დაისვენოს, შეხედოს, გაიცინოს და აქედან გავიდეს ამ პასუხებით, ან კითხვებით და შემდეგ დაფიქრდეს ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად. ამ საზაფხულო საღამოებში უტოვებ ვერსიებს, ხო? მე თვითონ განაგრძობ ფიქრი და საუბარი. ხო, მე მგონი ეგრე მინდა ყოველ შემთხვევაში რომ ეგეთი სპექტაკლი შედგეს და პრემიერა შედგეს და ნახოთ წინ გვაქვს პრემიერები 9-ში და 10-ში და
მაყურებელი შეგვაფას. ალბათ მე რადგან ახლა სეზონი უკვე დაიხურება სექტემბრიდანაც გაგრძელდება რეპერტუარში იქნება ვინც შეიძლება ახლა ვერ ნახოს იმიტომ რომ მაინც ივნისში ზოგი გასულია ხო? კი ბატონო, კი ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ ჩვენ ხურავთ სეზონს მარჯანიშვილის თეატრის ასე რომ სექტემბრიდან ველოდებით შემდეგ კიდევ მაყურებელს. მაგრამ სექტემბრამდე 9-10-ში გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. წარმატებას გისურვებთ შენ, წარმატებას უსურვებ ბასას, იმიტომ რომ ახალი პიესის ინსცენირება მოხდება, შემოქმედებით ჯგუფს, ბევრი ჩემი მეგობარია და ჩემი კოლეგა და ძალიან გამეხარდებოდ დიდხანს იქნება რეპერტუარში ეს სპექტაკლი და მაყურებელი ივლის. დიდი მადლობა, დათო, დიდი მადლობა, წაგემშვიდობა. უღრმესი მადლობა რომ ასეთი ინტერესი გამოიჩინეთ ჩვენი პრემიერისადმი. დიდი მადლობა გახ. რეჟისორი დავით ჭახრაკია გვერდებოდა და გეტყვით რომ საპრემიერო ჩვენება შედგება 9 და 10 ივლისს მარჯანიშვილის თეატრში ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით. მე დაგემშვიდობებით. ბედნიერ საღამოს გისურვებთ. სასიამოვნო გატარებას საღამოსა და მომავალ სამშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.